მოგესალმებით. მინდა დავიწყო იმითი, რომ გაგიმეოროთ ძალიან მკაფიოდ რა არის წინააღმდეგობის პლატფორმის ერთობლივი და ყველასგან შეთანხმებული პოზიცია არჩევნების შესახებ. და ეს პოზიცია სრულიად უცვლელია. პოზიცია არის, რომ ჩვენ მოვითხოვთ საპარლამენტო არჩევნებს და თუ ოქტომბრამდე ეს ვერ მივაღწიეთ, თუ არ იქნა ჩანიშნული, მაშინ ერთობლივად საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები. ეს არის ერთადერთი მოთხოვნა, რომელიც არ შეიცვლება თავისი მეორე მოთხოვნით, რომელიც არის პოლიტპატიმრების განთავისუფლება, ყველასი განთავისუფლება. ეს არჩევნები არ უნდა ჩატარდეს ივანიშვილის წესებით, ივანიშვილის და მისი სუსის კონტროლის ქვეშ. ამისთვის ჩვენ მოვამზადეთ სრულყოფილი დოკუმენტი, რომელიც ასახავს ჩვენ პოზიციებს და ჩვენ მოთხოვნებს, როგორი უნდა იყოს და როგორ უნდა ჩატარდეს ეს არჩევნები. როგორ მივაღწევთ არჩევნებს, მივაღწევთ სწორედ იმითი, რასაც დღესაც ვხედავთ, თუ გავახილეთ თვალი, ეს არის რყევები ამ რეჟიმის, რომელიც გრძელდება ყველანაირად, ეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს და ბევრ სხვა უწყებას. ის ნიშანი, რასაც ვხედავთ ჩვენ ამავე დროს, რეპრესიები რომ გრძელდება და ახალი ტალღა რეპრესიების რომ იწყება, ესეც არის სისუსტის ნიშანი ამ ხელისუფლების. ის რაც იწყება დღეს მედიას წინააღმდეგ, ანუ ის მცდელობა რომ მედიაში გაკონტროლებული იყოს თქვენი ყოველივე სიტყვა და სიტყვების აკრძალვა დაიწყოს, ეს ხომ არის სუფთა ორველის წიგნიდან წამოსული რაღაცა წესები და ახალი მცდელობები, რომ კიდევ უფრო შეზღუდონ საზოგადოება. ამ დროს ეს საზოგადოება დგას, იბრძვის, პროტესტი გრძელდება და ამ პროტესტს ვერაფერს ვერ მოერევიან. ვერ მოერევიან თუ არ გაჩნდა და ეს არის ერთადერთი რეალური ბერკეტი, რაც გააჩნია ამ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას. ერთადერთი ბერკეტი არის ის, რომ საზოგადოებაში შეიტანონ რაღაცა გაუგებრობები, იმედგაცრუება და გახლეჩვა. და ეს არის, რასაც უნდა ჩვენ ყველამ ერთად შევებრძოლოთ და შევებრძოლებით. ანუ ერთიანობა იმაში, რომ ჩვენ მხნეთ და გამართებით ვიდგეთ და გავაგრძელოთ ეს ბრძოლა ბოლომდე, რომლის ბოლო უკვე მოჩანს. წინააღმდეგობის ურყევი ძალა, ნდობა ერთმანეთის და საზოგადოების და ბუნდოვანების და გაუგებრობის არ შემოტანა ამ ბრძოლაში. მეორე მე მინდა რომ გაგაცნოთ შვედეთის პრემიერის წერილი, რომელიც მივიღე პერსონალურად, რომელიც გამოთქვავს ძალიან დიდ წუხილს იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობა არის დღეს საქართველოში დემოკრატიის კუთხით და ადამიანის უფლებების კუთხით, რომ რეალურად სამოქალაქო სივრცე არის ძალიან შეზღუდული და კიდევ უფრო იზღუდება და ეს რომ არ შეეფარდება არც ევროკავშირის ღირებულებებს და არც საქართველოს გზას ევროპისკენ. პასუხად შვედეთის მთავრობა მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეეწყვიტა შვედეთის სააგენტოსი სიდასი, რომელიც ერთ-ერთი მთავარი დონორი იყო ამ ქვეყანაში. შეეწყვიტა ყველანაირი დახმარება საქართველოს ეგრეთ წოდებული მთავრობისთვის, თუმცა შვედეთი გამოხატავს მზადყოფნას, რომ დარჩეს მხარდამჭერი საქართველოს დემოკრატიულ განვითარების და მისი ევროპული გზის, რომ დარჩეს როგორც დონორი ოღონდ სამოქალაქო საზოგადოებისთვის და ამ კუთხით ჩვენ ვაკვირდებითო დღევანდელო კანონმდებლობას, რომ გავიგოთ რა ფორმით უნდა გავაგრძელოთ ეს მხარდაჭერა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების. ჩვენ როგორც სხვა ევროპის ქვეყნებიო გავაგრძელებთო ძალიან მკაფიო დამკვირვებას საქართველოს მდგომარეობისო, ვრჩებით როგორც დიდი მხარდამჭერი საქართველოს მოსახლეობის
და მისი ევროპული გზის და მისი დემოკრატიული განვითარების და ველოდებით რომ საქართველოს მთავრობა მიიღოს აუცილებელი ნაბიჯები იმისთვის რომ დასრულდეს კრიზისი და დაბრუნდეს ნდობა დემოკრატიული ინსტიტუტების. ეს გამოსვლა კრიზისიდან ჩვენ კარგად ვიცით, რომ არის ერთი და მხოლოდ ერთი, ეს არის ახალი საპარლამენტო არჩევნები. არც ერთ სხვა ფორმას, არც ერთ სხვა არჩევნების ჩატარებას არ აქვს უნარი, რომ ქვეყანაში დაასრულოს არა ანტიდემოკრატიული რეჟიმი, ანტიამერიკული, როგორც ამერიკელებმაც თქვეს და ანტიევროპული, როგორც ამბობენ ევროპელები, ერთადერთი გზა, მშვიდობიანი გზა არის ახალი საპარლამენტო არჩევნები.